კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა რენე აბესაძის სახელობის ახალგაზრდულმა თეატრ სტუდია მართვე მაყურებელს მორიგი საპრემიერო ჩვენება შესთავაზა. მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი. გასაფულის გარია, ქვეყანას უხარი, რა კარგი სიზმარია, დედა, არ განაღვიძა. მერე რა, რომ სველია, სველია! სპექტაკლი გზაარეულ ახალგაზრდებზეა, რომლებმაც ბევრი დაკარგეს და ცოტა მიიღეს. სამი მეგობარი ძმაკაცის ბინაში იმალება, რომელიც ომში დაკარგეს და მოგვიანებით სისხლით შავად შეღებილი იასამნებით გადავსებულ ადგილას იპოვეს. სამი მეგობრიდან ერთი ლოთი გახდა, ორი კი ნარკომანი, რომლებიც ნარკოტიკსა და სასმელს იღებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრებისგან მიყენებული ტკივილი დაეძლიათ. ამის მიუხედავად ბიჭები, რომელთა ცხოვრება მარიამ გორგაძის საინტერესო პერსონაჟმა ნიამ შეცვალა, მეგობრობის მაგალითს იძლევიან. სპექტაკლის სტუდიის ხელმძღვანელი ზურა აბესაძის რეჟისორობით დაიდგა. დიდი ხანია ვმუშაობთ, ბევრი ღამეებიც, ძალიან ბევრი წვალება იყო, მაგრამ ღირდა ამ წვალებად, იმიტომ რომ აგერეთვე თვითონ ვინახეთ და მაყურებელმა იხედა, რომ პრემიერა შედგა ძალიან კარგად და აღფრთოვანებულია მაყურებელი. მე-7 პრემიერა ვითამაშეთ უკვე და მართვე კიდე შეთავაზებს მომავალ თვეში ახალ პრემიერას ზესტაფონელ მაყურებელს. მინდა უსურვო ამ ახალგაზრდებს წარმატება, მიხარია ყველაზე მეტად ის, რომ მაყურებელი უჭირავთ და მაყურებელს ასმენინებენ ბოლომდე და ეს არის თავარი იმ რელსებზე დგებიან ნელა-ნელა, რაც არის ყველაზე დიდი ხელოვნება, თეატრი, სინთეზური ხელოვნება და აი ამისკენ მიდიან ჩვენი ახალგაზრდა თაობა. წარმატებები ყველას და მადლობა ჩვენს მაყურებელს. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ როლზე მუშაობა. თავიდან ცოტა გამირთულდა, მაგრამ მე ნელ-ნელა შევედი როლში და პრემიერამ ძალიან კარგად ჩაიარა და ძალიან ემოციურად დატვირთული დღე იყო ეს ჩემთვის. ძალიან რთული და საინტერესო იყო ამ როლზე მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ ნარკომანი ვიყავი, ნარკომანია მოგეხსენებათ ძალიან რთული დაავადება, ის მოშორებაც ძალიან რთულია და ამ სპექტაკლში კიც ნახეთ როგორი იყო ეს გოგო ჩვენთვის, ასე ვთქვათ, ფარველი ანგელოზი გამოდგა. რთული იყო მუშაობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი აზრით გამოგვივიდა პრემიერა და წარმატებულიც იყო. ამ სპექტაკლზე მუშაობა დაიწყო იქიდან, რომ თბილისში ვიყავი და ზურამ დამირეკა. უნდა შემოგიყვანო ახალ როლზე, მე გამიხარდა და ეგრევე დავთანხმდი და ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიმიღია. რადგან აი დიდი ემოციები წამოვიდა დღეს და მუშაობის პროცესი იყო განსაკუთრებული. თბილისის ზესტაფონი და აი ძალიან დიდი რაღაც მივეცი თეატრს, რომ ეს სპექტაკლი შექმნილიყო. და თეატრმაც დაგვიბრუნა ეს. იარეთ თეატრში. სპექტაკლის სიუჟეტმა, მოვლენების თანმიმდევრულობამ, საინტერესო რეჟისურამ მაყურებლებს ადეკვატური განწყობა შეუქმნა. მე როგორც მაყურებელი ამ სპექტაკლის მოლოდინში ვიყავი ძალიან დიდი ხანი და მართლა როგორც ყოველთვის ამ სპექტაკლმა იმედები არ გააცრუა, არ გაგვიცრუათ მთლიანად მაყურებელს და დარწმუნებული ვარ, რომ თეატր სტუდია მართვე კიდევ ძალიან ბევრ კარგ პრემიერას შემოგთავაზებს და პირადად მე ამ სპექტაკლით ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან დიდი ემოციებით დავიმუხტე და იმედი მაქვს მსგავსი სპექტაკლები არ მოაკლდება ზესტაფონის მაყურებელს. როგორც რეჟისორი ზურა აბესაძე ამბობს, დაახლოებით ერთ თვეში ახალგაზრდული თეატრ სტუდია მართვე მაყურებელს კიდევ ერთ ახალ თავის მერვე ნამუშევარს წარუდგენს.